2 დღის განმავლობაში აფხაზეთის მთავრობაში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდნენ, სადაც დევნილთა განსახლების ადგილები მოინახულეს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დიდ თოვლობის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ. ჩემი გადაწყვეტილებით დღეს დილიდან ვიმყოფები აფხაზეთის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დასავლეთ საქართველოში, სადაც ვეცნობი პრობლემებს დიდ თოვლობით გამოწვეულს, ასევე ვღებულობთ ინფორმაციებს აღნიშნული შესახებ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინირებით ვახდენთ აღნიშნული პრობლემების მოგვარებას. Ფოცხოე წელში დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრები მოქალაქეები მომინახულეთ. ამ დასახლებაში თოვლის სახით დიდი ნალექი მოვიდა. გავეცანით მათ საჭიროებებს. დღესვე აქ ცხოვრებ ოჯახებს გადავეცით სასურსათო ნორმატები. წამოიჭრა შეშის პრობლემა, რაც ასევე გვარდება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწელში სტიქიის შედეგად დაზარალებულ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა. მთავრობის ინიციატივით მათ საჭიროების შესაბამისად საკვები პროდუქტები გადაეცათ. სამეგრელო ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ცენტრალურ უწყებებთან კოორდინაციით ყველა შემთხვევაზე ოპერატიული რეაგირება ხორციელდებოდა. პრობლემები გაითვალისწინეს, გაიგეს ყველაფერი. ძირითადად ახლა აქ ციცივი არის დიდი თოვლობა, უხვინალექი და ვხედავთ ამას და შეშა უჭერს ხალხს. დაპირდნენ შეშას, მოიტანენ ამ დღეებში პროდუქტიც, რაც მინიმალური საჭიროების რაც არის, მოვიტანეს, დაურიგეს ხალხს და მადლობელი ვართ ამისთვის. მოგვიანებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აფხაზეთის მთავრობაში შექმნილ სამუშაო ჯგუფის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დევნილთა განსახლების ადგილებში დიდ თოვლობის შედეგად გამოწვეული ვითარება შეაჯამა. მოგეხსენებათ, რომ აფხაზეთის მთავრობაში შეიქმნა საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც რწმუნებულებთან ერთად მერებთან ერთად, დელეგატებთან ერთად და ასევე ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინირებულად მუშაობთ ყველა პრობლემატურ საკითხზე, რათა მოვახდინოთ მყისიერი რეაგირება. სამუშაო ჯგუფის წევრები ამ დრომდე დასავლეთ საქართველოში რჩებიან და დიდ თოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემების იდენტიფიცირებას და მოსახლეობის დახმარებას ადგილზე აგრძელებენ.